როცა გადაწყვეტა თუ სტეროიდები მიიღოთ, ეშმაკთან დებთ გარიგებას. ნებრივი ბუსტერები თუ სტეროიდები. აქ არის ორი დანამატი წარმოდგენილი, რომელიც გამომიგზავნა ვიტამინმა. თითქმის გადაწყვეტილი მქონდა გამოსვლა ჩემპიონატზე, საერთოდ ანალიზი როგორ ბარდება ბევრ ბოდიბილდერმა არც კი იცის. Salami, ყველას დაპირებული ვიდეო, თქვენ როგორც გითხარით, ამ ვიდეოში ვილაპარაკებ ბუნებრივ ტესტობუსტერებზე, რაც ძალიან პოპულარულია დღეს და ორად იყოფა ხალხის აზრი, ზოგი იძახის რომ მუშაობს, ზოგი იძახის რომ არ მუშაობს და კიდევ ბევრი ადამიანის კითხვას გავცნი პასუხს, რატომ აღარ ვემზადები ჩემპიონატისთვის და გამოვალ თუ არა ოდესმე და რა იყო რეალური მიზეზები. მოდი დავიწყოთ იქიდან, რა არის ეს ჩვენი ტესტობუსტერი, ხო? კონკრეტულად ამ დანამატში, ეს დანამატი არის ბუნებრივი სახით წარმოდგენილი, არანაირი, ესე ვთქვათ, სტეროიდული ნიტრატები მასში არ არის, ძალიან ბუნებრივად და უსაფრთხოდ შეგვიძლია ეს დანამატი ზოგადად მივიღოთ. უბრალოდ პირველი შეცდომა, რაც ხალხშია ჩემი აზრით, ეს არის, რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებულს ელოდებიან ხოლმე ზოგადად თითქმის ყველაფერსგან. დანამატებისგანაც, ზოგადად ვარჯიშისგანაც და სტეროიდებისგანაც. რა თქმა უნდა, სტეროიდები 10 ჯერ და საუბრობთ 20 ჯერ უკეთეს ეფექტს იძლევა, მაგრამ დანამატების შემთხვევაში ესე არ არის, ხო? და პირველი შეცდომა არის ეს ხოლმე, რომ აი ხალხის იმედები უსრულდებათ იმის გამო, რომ ამ ბუნებრივი ტესტობუსტერებისგან ელოდებიან რაღაც ძალიან განსაკუთრებულს, ესე ვთქვათ, და რეალურად ეს დანამატი თქვენ და ზოგადად დანამატი რაღაც განსაკუთრებულს არ მოგცემთ და არ მოხდება ის, რასაც თქვენ ელოდებთ. რა თქვენ ელოდებით, ვიცი რას, რომ რაღაცა ერთ თვეში 5 კილო კუნთი მოიმატო, ბენჩ პრესზე რაღაც 30 კილო მოუმატო და ასე შემდეგ. ეგ არ მოხდება. მე ჩავიტარე ანალიზები, რომელმაც აჩვენა, რომ ტესტოსტერონი დაბალ ნიშნულზე მაქვს, აი აქ ფოტოს დავუხთავ ახლა, ესე ვთქვათ, თავისუფალი ტესტოსტერონი ნორმაში აღოთ ნორმის ქვედაზღვარზე და ტესტოსტერონის სისხლში განსაზღვრა კიდევ ქვედაზღვარის კიდევ უფრო დაბლა არის. ანუ რეალურად ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია თვითონ ტესტოსტერონის. ნუ D ვიტამინის საკმაოდ დაბალი მქონდა და ყველა ადამიანი ალბათ ეგრეა. D ვიტამინი ძალიან იშვიათია რომ ადამიანის ნორმაში კონდეს და ერთი და იგივე დროს ეხლა მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო. მე ამ დანამატებს დავიწყებ, ამ ორ დანამატს. აქ არის ორი დანამატი წარმოდგენილი, რომელიც გამომიგზავნა ვიტამინმა. ეს არის თვითონ ვიტამინ ფაუერის ტრიბულუსი და ზოგადად მე ვიტამინ ფაუერის დანამატები მქონდა, ვიყენებდი ერთ-ერთი ყველაზე მეტად რასაც გამოარჩევდი, ეს იყო რიტუალი, რომელიც არის ენერგეტიკი და ისეთ ენერგიას გვაძლევდა ბიჭებს დარბაზში, რომ აი ვეღარ ვჩერდებოდი, მართლა ძალიან ეფექტური იყო და ასევე ვსვამდი ვიტამინ ფაუერის კრეატინს, მონოჰიდრატს და კრეატინსაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა, წონებიც მოუმატე, ზოგადად თავის საქმე გააკეთა. ამ შემთხვევაში აქვს ვიტამინ ფაუერის ტრიბულუსი და აქ არის კიდევ Apply Nutrition-ის ეს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია და ვიცით ყველა ჩვენთვის ბევრს ნაცნობი T1 ესეთი დანამატი წარმოგვიდგინეს ბუსტერის სახით და იძახიან რომ ბაზარზე დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტესტობუსტერი არის აი ეს T1. მე ესეთი გეგმა მაქვს ამ ორივე დანამატს გამოვიყენებ კონკრეტულად დაახლოებით საუბრობთ 6 კვირის მანძილზე და 6 კვირის გასვლის შემდეგ ისევ ავიღებ ანალიზებს, ჩავაბარებ იგივე ანალიზი და ვნახოთ რეალურად რა სხვაობას მოგცემს. იგივენაირად, როგორც თავიდან ჩავაბარე, 3 დღე არ მივარჯიშია, დილით უზმოზე, დამშვიდებულმა ჩავაბარე. იგივე კონდიციაში, იგივე მდგომარეობით, ვნახოთ 6 კვირაში რა შედეგი გვექნება. და რეალურად გავცეთ ამ კითხვას დიდი პასუხი, რომელი ბუნებრივი ბუსტერები თუ სტეროიდები. ამიტომ ვნახოთ რა იქნება, დავალოდოთ. ყველაზე ესე ვთქვათ, სწორ პასუხს მაინც ეს მოგცემს, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვიმჟაოთ, ზოგი იტყვის, ზოგი იძახის მუშაობსო, ზოგი იძახის ძალიან მაგრად მუშაობსო, მე ვიცი, ორად გაყოფილი ადამიანები ვიცნობ კიდევაც, რომ დარბაზში ხვდებიან და მეუბნებიან ზოგი მათგანი რომ აუ მაგრად იმუშაო და ძალიან მაგრად მომეწონა, ზოგი იძახის რომ აუ რაღაცა სისულელია ძმა, ტყუილად გადაყრილებულია და ესე ვთქვათ, ორად იყოფა ხოლმე ეს ხალხის აზრი ზოგადად და ნახოთ ჩვენ რეალურად დავტესტოთ და ნახოთ რა შედეგს მოგცემს ეს ყველაფერი რეალურად. ესაც შეეხება დანამატებს. მეორე კიდევ ძალიან ისეთი ბევრ ადამიანს აინტერესებდა და ძალიან ისეთი კითხვები იყო, რატო აღარ გამოდიხარ ან როდის გამოხვალ ჩემპიონატზე. და საკმაოდ ბევრ ადამიანს აინტერესებდა ამაზე პასუხი და თითქმის გადაწყვეტილი მქონდა გამოსვლა ჩემპიონატზე, რომელიც NPC-ის ტურნირი არის ესეთი, რომელიც ტარდება ესე ვთქვათ სექტემბერში. ორი ტურნირი ტარდება მაისში და სექტემბერში და ერთ-ერთი სექტემბერში, მოკლედ სექტემბერში რომელიც ტარდება, მან თითქმის გადავწყვეტე მომზადება. აი ძალიან ცოტა მაკლდა რომ მომზადება დამეწყო. და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბოდიბილდერი უნდა იყოს საქართველოში და სამწუხაროდ თითქმის არავის არ აინტერესებს საერთოდ ანალიზი როგორ ბარდება ბევრ ბოდიბილდერმა არც კი იცის და არა მხოლოდ ბოდიბილდერმა, პროფესიონალ სპორტსმენებმაც. უბრალოდ იწყებენ ესე პირდაპირ სტეროიდების ბრახაბურს.
მე რა თქმა უნდა წავედი ანალიზები ჩავაბარე და არ მომეწონა ჩემი ანალიზების პასუხები და რა თქმა უნდა გადავიფიქრე მომზადება, რა თქმა უნდა. ნუ ალბათ ეს რაღაც დროებით სანამ ამ ყველაფერს დავალაგებ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია დავრჩე ჯანმრთელი, უბრალოდ ამ ჯანმრთელობასთან ერთად რა თქმა უნდა მე იყოს ეს მედლები და მთელი ამბავი. ისედაც საკმაოდ კარგი ტურნირები მაქვს მოგებული, არანაირ მინუსში არ ვგრძნობ თავს, უბრალოდ მინდოდა კიდევ ერთხელ დამტკიცებინა საკუთარი თავის სულ კიდე ხოთზე ვარ და ხოთზე ვიქნები იქამდე სანამ მე ჩავთვლი ამას საჭიროდ. ამიტომ აი ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, წარმოგიდგენთ 2 წელი გავიდე და ისევ ანალიზები არ არის მწყობში, ანუ რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მოგიტანოს შენ ამ ყველაფერმა, ხო? ამ სტეროიდებმა, ან ფარმაკოლოგიამ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს იყო ყველაზე დიდი მიზეზი, ვისაც გაინტერესებდა თუ რატომ აღარ გადავწყვეტე თუ ვეღარ გადავწყვეტე მომზადება. ერთ-ერთი ტოპ 3-ში შევიყვანდი ამ სპორტს ყველაზე დამანგრეველი სპორტი, ყველა ნებისმიერი კუთხით, ფინანსური კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით, მენტალური კუთხით, ყველა კუთხით აბსოლუტურად. და არ არის მარტივი მიიღო გადაწყვეტილება და მოემზადო, თან როცა ხარ პროფესიონალი და იცი რაზე აწერ ხელს. ანუ მომზადებას როცა იწყებს, ვсё, შენ ეშმაკთან დადე გარიგება ჩათვალე, იმიტომ რომ მანდ ისეთი რაღაცები ხდება, რასაც რა ვიცი, ძირითადად არ ხდება სპორტში, დიდ სპორტებშიც არ ხდება. ისეთი რაღაცები ხდება ზოგადად ბოდიბილდინგში და ამიტომ არ იყო მარტივი გადაწყვეტილება და ამიტომ გადავიფიქრე, სანამ იდეალურად არ იქნება ყველაფერი. თან ამასთან ერთად ახლა უბრალოდ სხვა საკითხებშიც გადავერთე, ჩემი ბიზნესი გავაკეთე, ამ ყველაფერსაც გაჩვენებ და მოგიყვებით როგორ ავაწყე ეს ყველაფერი. ამისთვის ცალკე ვიდეოს გავაკეთებ, რა დამიჯდა, რა წინაღობები გადამხდა თავს და ასე შემდეგ. ამასაც მოგიყვებით. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რაღაც გამოჩნდა, საქმიანობები, რომელიც კარგად მომზადებისთვის ალბათ ხელსაც შემიშლა. თუმცა მე ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, თუ ანალიზები ნორმალურად მოვიდოდა. თუმცა არ მოვიდა ესეთი პასუხები, როგორც გვინდოდა და არ არის პრობლემა, ამ მომზადებამ გადაიწია ღმერთმა იცის ოდის. მაგრამ ნოში დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ავდგები და მაინც მოვემზადები აუცილებლად. მინდოდა პასუხი გამეცა ამ ორ კითხვაზე. უბრალოდ ამ პირველ კითხვაზე გაგცემთ პასუხს 6 კვირის შემდეგ, როცა დავტესტავ რეალურად. ჩემ შეგრძნებებზე მოგიყვებით, ძალაზე მოგიყვებით, რა შემიცვალა, პლუს ანალიზებში მოგიყვებით, რა შეიცვალა. ყველაზე რეალურ პასუხს ესე მივცემთ რა და ესე რო არ ვიმკითხავთ, არა ძმა, არ ვარგა, აუ მაგარი იყო ძმა, აი ესე რო არ ვიმკითხავთ, ჩემი გამოცდილებით და მოგიყვებით და ანალიზებზე დაყრდნობით მიგიტყვით, რა შეიცვალა და ყველაზე ზუსტ პასუხს და ყველაზე სწორ პასუხს აი აქედან მივიღებთ შედარებით მაინც. ნახოთ, რეალურად ამდენად იმუშავებენ ეს ბუნებრივი ბუსტერები. მოკლედ, სულ ეგ არის YouTube არხის სხვათა შორის რამოდენიმე კვირის წინ გამიტეხეს, არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ტრამპის ვიდეო იყო, ღამის 4 საათზე ლაივში იყო ტრამპი ჩემს YouTube-ზე, ტრამპის ვიდეო და რაღაცა ბიტკოინებს არეკლამებდნენ. და მე ჩაობად აღვადგინე YouTube-ს მივწერე, კი ველოდი кайხანი, მაგრამ საბოლოოდ დავბრუნდით და მინდა რომ ესე ვთქვათ, დავბრუნდით აქ და მრავალფეროვანი კონტენტი შევქმნათ ერთად, იქნება ეს ფიტნესი, იქნება ეს შეიძლება ფიტნესის გარეთაც და ბევრი კიდე სხვა. ამიტომ სულ ეს იყო თავზე სცენაზეც აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჯანმრთელობა იქნება იდეალურ კონდიციაში და თავს მივხედავ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რაზე აწერთ ხელს, როცა ფარმაკოლოგიის დაწყებას ფიქრობთ, როცა გადაწყვეტთ სტეროიდები მიიღოთ, ეშმაკთან დებთ გარიგებას პირდაპირ. მართლა ეგრეა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ კურსის დროს არავინ არაფერს არ აკონტროლებს, ჯერ უნდა აკონტროლდე, მთელი შენი მსვლელობა უნდა კონტროლდებოდეს და მეორე აი ამის დამთავრების შემდეგ ძალიან რთულია ზოგადად ამის გადაგდება რა. ის როგორ რაღაცა, აი დაიწყებ და ვეღარ ანებებ თავს, იმიტომ ისეთ ფორმაში ხარ, შენ ძველ თავს ვეღარ ეგუები, როგორც მაშინ იყავი. ამიტომ ყველამ კარგად განსაზღვრეთ, რატო გიღირთ თუ არა ამ ყველაფერს გაკეთება. მე შეჯიბრის გარეთ არ მიღირს, რა თქმა უნდა, თუ არ მომზადები და არასდროს არ მივიღებდი ვიღაც ტიპებს რო არ ვეჯიბრებოდე, როგორც ეს აქამდე იყო, ხო? ამიტომ ყველას პირველში ჯანმრთელობას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ. რა ვიცი, კომენტარებშიც თქვენი აზრი დააფიქსირეთ, თუ ვიღაცას ვის გამოგიყენებიათ და რა იგრძენით და თუ იგრძენით საერთოდ შედეგი და მომავალ ვიდეომდე.